მე რამდენად მოვდივართ ბათუმის მთავარ ავტოსადგურში და ჩვენს გაოცებას საზღვარი არ აქვს. ყოველ ჯერზე კიდე უარესია. აი ნახეთ გარემო, მთავარი საქართველოს საკურორტო ქალაქის ავტოსადგური. მინდა მადონასთან გადმოვიდე, იმიტომ რომ ჩვენ ახლა კვების ობიექტზე გადავალთ, მაგრამ ამ ტერიტორიას თუ ეშველება რამე. სანამდე კვების ობიექტამდე გადავალთ, აი რატო გადავწყვიტეთ ისევ აქ შემოსვლა. აი ავტობუსი ნახეთ, სენაკი ფოთი და ტელეფონის ნომერიც არის. უბრალოდ აი გვინდა რომ მდგომარეობა გაჩვენოთ. ჩაკეტეს მანქანა სამწუხაროდ უბინძურესია, ძალიან აი ცუდი სიტუაცია და რატო უნდა დადიოდეს აი ესეთი სამარშრუტო ტაქსები და რატო უნდა მოძრაობდეს ადამიანები და ამაში ხდიდეს ფულს, ჩვენთვის ცოტა გასაკვირია. აი ეს ტერიტორიაც, სადაც კვების ობიექტებია, სადაც ჩვენ მივდივართ, მინდა რომ ნახოთ, უბრალოდ თვალი გადაავლოთ. აი ყველაფერი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, გაშავებული, ჩამონგრეული. ეს იგი რამდენჯერ ვთქვით, რომ სანამ არ გარემონტდება, არ მოვალთ ბათუმის ავტოსადგურში, მაგრამ იძულებულები ვართ რომ მოვიდეთ. იქნებ როგორმე ეს პროცესი დავაჩქაროთ. ეს არის ყველაფერი რაღაცა გადაგდებული ნივთები, აქვე არის ნაგავი, ეთყობა არის ნაკლებობა ნაგვის ურნების და აი ესეთ მდგომარეობაშია, ნახეთ, ყავა ესე უნდა დალიო თურმე, გარშემო არის ყველაფერი ნაგავში. ავტოსადგურის პირველი ობიექტი არის იმერული კერძები. ძალიან მეცნობა, გადაღებული გვაქვს, მაგრამ აზრი არაფერი შეცვლილა. აქ ვართ არაერთხელ ნამყოფით, ახლა გვაინტერესებს როგორი სიტუაცია არის. აი შეხედეთ გამწევში, ჩვეულებრივად წვეთავს სამწუხაროდ. აი ნახეთ, ცხიმები როგორ ჩამოდის კედლებზე, ციღვენთება, შეხედეთ და აი ეს ნაღვენთები, აი სუფთა ჩამჩადებს, კობზი. აი ნახეთ, ზევითაც როგორი გაბიდნული არის, ნახეთ როგორ წვეთა, როგორ მიმდინარეობს და ზევიდანაც როგორ წვეთავს. გარდა იმისა, რომ წვეთავს, ჭერი არის დაზიანებული, რაც ყოვლად მიუღებელია, რაც კრიტიკული შეუსაბამობა არის და ცვენა მიმდინარეობს. აი ნახეთ, პირდაპირ, აი ნახეთ, ნაწილაკები, ჩამოცვენილი ნაწილაკები, ხორცის დაფა, ზევით ავიხედოთ აი რა მდგომარეობა და ჩვეულებრივად აი სუფთა ჭურჭელი. ეს წილოებია, რიც და წმინდათ და ხელსიმშრალე. აი ამ ხელსაწყენდით, აი თუ არის შესაძლებელი, აი ამ ხელსაწყენდით გამშალებული. და შემდეგ გავაგრძელოთ საჭმლის კეთება. სანიტარულ დღეს რა სიხშირით აკეთებთ? დეზინფექცია, დერატიზაციას როდის აკეთებთ? საერთოდ როცა სუპერმარკეტში მუშაობ, სუპერმარკეტში და მაშინ ვაკეთებ ზეიტადა. ისე ყოველ საღამოს. ეხლა მაინტერესებს, აი აქ ნაწვეთი რო არის, რა არის? იქ ბაკი გააქვთ ზევით. და ბაკიდან წვეთავს წყალი ჩამოდის? თუ მოგასწრო, ომიდის ხონი, გავსების დროს. ანუ თქვენ დაგუბებულ წყალს ხმარობთ? არა. იქიდან მოვალ, შაშლაგით ბონის მაგ, თუ ინსოლიცია წყალი წავიდა, იმას თუ არის, სარეზერვო წყალია? სარეზერვო წყალი. და რა მაინტერესებს, აი მისი მდგომარეობა თუ გაქვთ, ბაკს როგორ ასუფთავებთ, სუფთავდება თუ არა, აი როგორ გებულობთ. აი ეს ანუ შეხედვა შეიძლება, ხო? აი ეს არის ბაკი, სადაც არის განთავსებული. ეს არის ნახეთ გამათბობელი აპარატი, ოღონ არ მუშაობს. რომელია ცხელი წყალი? ეს ეკრანის წყალი. ეს არის ცხელი წყალი? ეს არის ცხელი წყალი? ამაში მოდის ცხელი წყალი თუ დაგჭირდება. თუ დაგჭირდებათ, აბა რა რითი რეცხავთ? უნდა ჩავთა მეთქი. თუ არა ისე რომ ჩავთ. და ამაში მოდის ცხელი წყალი? ჩამირთეთ, აბა, გავაკეთეთ ექსპერიმენტი. ბატონო, რატო წვალობთ? ან თქვენ ან მე რატო მაწვალებთ, როცა არ მუშაობს? დენი დაგარტყამთ, დაანებეთ თავი. გასაჭერი კი არა, გასაკეთებელია და ჭურჭელი ცხელი წყლით უნდა გაირეცხოს. ცივი წყლით ცხიმიანი ჭურჭელი არ ირეცხება, ბატონო. და სავალდებულოა, კრიტიკული შეუსაბამობა არის, როცა არ არის და ამას პირსახოცი კი ქვია. ამას ქვია მართლა პირსახოცი ქვია. და ხაში მზადება, მაგრამ ეს პირსახოცი არ არის, თქოს რომ იმშრალებთ. ამიტომ აქ არ უნდა იყოს დაკიდებული. რასი ბინძურია, ნახეთ და ამაზე არის ეს დაკიდებული. აი შეხედეთ ეს როგორ შეიძლება, ბატონო. ბინძური იატაკი არ უნდა იყოს. აქ არ ვიცი, არ მოგიხვეტიათ ეს იატაკი, ალბათ არასოდეს. აქვე ყუთები, ბოთლებით. და აი აქაც ნაგავი. მე მღრნელები, მწერები არასასიამოვნო, ყველა ამაზე მოდის, აი ამ საკვებზე, რომელიც ძირს იატაკზე ყრია.
ხო, ძალიან არასასიამოვნო გარემოა. ადამიანებს არ გადაუღებთ ისინი საჭმელს მიირთმევენ და არ შეგაწუხებთ არანაირად. უბრალოდ აიგერ შევხედავ, ეს არის დახლმაცივარი და აქვეა საჭმელი, ეხლა გადააფარეს, არ ვიცი. რაღაცა ეტიკეტები არის, მაგრამ ეს არის მხოლოდ ფასები. აი ესე თებშები ერთმანეთზე ალაგია. ეს სოსისი გახსნილი, მაგრამ რამდენი ხანია ესედებს, არ ვიცით. გარემო აშკარად არის დასასუფთავებელია, რასაც ჩვენ ვხედავთ, რასაც მომხმარებელი ხედავს. შეიძლება მომხმარებელს, რომელიც აქ შედის ამ სასადილოში, პრეტენზია არ აქვს, მაგრამ მე ვიცი, რომ სურსათის სააგენტოს ნამდვილად უნდა კონდეს პრეტენზია და ბევრი კითხვაც აი ესეთ ობიექტების მიმართ. აი ნახეთ უბინძურესი შავი, აი ახეთ როგორი მტვერისგან არის შავი. აი ეს უკაცრავად არ უნდა გაიწმინდოს. აი ეს რასაც მე ვუყურებ, ნამდვილად მიუღებელია. მიუღებელია ქალბატონო. არ აინტერესებს. აბები აბსოლუტურად არაფერს არ აწერია და ნახეთ აი ამას შეხედეთ და ეს უკვე კერძი ნახევრად გამზადებული, ნახეთ დამტრეულ კონტეინერში და ზევიდან ვადებთ და მე მოხარშული კარტოფილი, რომელიც კერძში უნდა გამოვიყენოთ და ეს აი თევზის ნაჟური წყალი ჩვეულებრივად გაწეხილი თავსახურიდან ჩავა კარტოფილში და მე ჩვეულებრივად კერძში გამოვიყენებთ. აი ეს არის დანაშაული, ყველა კონტეინერი გაწეხილია, ნახეთ. აი არანაირი ჰერმეტიზაცია არ ხდება. აქ პური ინახება, ესეც უნდა იწმინდებოდეს, უნდა სუფთავდებოდეს ქვევით ტაფები. დასუფთავება სამწუხაროდ კუთხეების არ ხდება, ყველგან სიბინძურია და ზეანტისანიტარია მაგდის გადასაფარებლები ნახეთ ამ მდგომარეობაშია. ნახეთ, დაზიანებულებია, სკამები დაზიანებულია. აბლაბუდები არის ყველგან აბსოლუტურად აი შეხედეთ კუთხეებში ძალიან მწუხვა. არ ვიცი ამას რა უნდა უწოდო და როგორ რა ეტიკეტები უნდა გამოვიყენო და როგორ უნდა მიმეტყველო, როდესაც ბათუმში, სადაც შემოდის უამრავი ადამიანი, სხვადასხვა ქალაქებიდან, სხვადასხვა ქვეყნებიდან და ასე შემდეგ, როგორც ქართველები, ასევე შემოსული სტუმრები და ტურისტები და აი ამას რო ნახავენ, ეს არის ჩვენი სახე. და ასეთი ბინძურია ჩვენი სახე, ასეთი ბინძურები ვართ. ბათუმი ქათქათა, სად ჩანს სიკათქათი აქ მითხარით.